კარგი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეფექტური პრეზენტაციის ხერხები. ეს არის დღეს ჩვენ ერთად რესი გავლაც მოგვიწევს და დარწმუნებული ვარ, რომ მე ყველგან გამოგადგებათ, სადაც კი პრეზენტაციის წარდგენა მოგიხდებათ ხოლმე და გამოიყენებთ ძალიან ეფექტურად დიდი იმედი მაქვს ამისი. დღევანდელი გეგმა წარმოადგენს შემდეგ პუნქტებს. პრეზენტაციის მომზადება და მომზადებისთვის და ჩატარებისთვის რას ვითვალისწინებთ ხოლმე. თავიდან როგორ დავიწყოთ მზადება, პრეზენტაციის პირველი მონახაზი როგორ შევქმნათ, საკითხების ფორმულირება როგორ მოვახდინოთ, ზოგადი სტრუქტურა როგორი არის ხოლმე რაღაც კლასიკურ მოდელს შევეხებით პრეზენტაციისთვის, ვიზუალიზაციის ხერხები გვჭირდება თუ არ გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ ხოლმე, ესეც ძალიან საინტერესოა. ხანდახან ჰენდაუთიც გვჭირდება ხოლმე ეს დასარიგებელი მასალა პრეზენტაციისთვის და ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, რა რეკომენდაციები შეიძლება არსებობდეს პრეზენტაციისთვის და შეფასების კრიტერიუმების, ანუ რითი ფასდება ხოლმე კარგი პრეზენტაცია და ზოგადად პრეზენტაცია. და ბოლოს ერთი სლაიდი დავუთმე, რა თქმა უნდა, ონლაინ პრეზენტაციებს, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში ძალიან პოპულარული გახდა არა ფიზიკურ სივრცეში, არამედ დისტანციურად პრეზენტაციის გაკეთება და აი მაგაში როგორ შეიძლება გავიწაფოთ და კარგი პრეზენტაციები გავაკეთოთ ხოლმე. მოდი დავიწყოთ პრეზენტაციის გაკეთება თუ წარმოადგენს ჩვენს მიზანს, ანუ მოსამზადებელი თუ გვაქვს. აქ უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე ის საკითხი, რისი მიღწევა გვსურს. რა გვინდა ამ პრეზენტაციით ჩვენს მსმენელს რომ ვუთხრათ და გადავცეთ. ეს შეიძლება იყოს რომ უბრალოდ რაღაც საკითხის შესახებ, რაზეც ჩვენ პრეზენტაცია გვაქვს გაკეთებული, უბრალოდ ინფორმაცია გადავცეთ, ხანდახან კონკრეტულ საკითხებზე დავაფიქროთ ხოლმე და რაღაც მსჯელობის საგნად გავხადოთ, დავარწმუნოთ ჩვენი მსმენელი კონკრეტულ ჩვენ სიმართლეში, რაღაც ჩვენს არგუმენტებში, თუ კიდევ არსებობს რამე ისეთი მიზნები, რომელსაც გვინდა რომ პრეზენტაციით მივაღწიოთ, ხო? თავიდან უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ამაზე, ანუ რატომ ვაკეთებ პრეზენტაციას? არის ეს რომელიმე საგანში გასაკეთებელი, არის ეს კონფერენციის ფარგლებში, ნაშრომის დაცვისთვის, სამსახურში, ხო, გაჩნია რატომ, ანუ რა არის ჩვენი მიზანი, აი ეს კარგად უნდა გავითავისოთ ხოლმე. მეორე პუნქტი არის, ვიცოდეთ ვინ იქნება ჩვენი აუდიტორია. იმიტომ რომ უნდა გავარკვიოთ, ვის წინა შემოგვიწევს გამოსვლა, რა იციან ამ ჩვენი კონკრეტული საკითხის შესახებ, რა კონკრეტული პუნქტები შეიძლება მათთვის იყოს საინტერესო, რა იციან, რა არ იციან, როგორ ჩავრთოთ ეს აუდიტორია, ხო? ესეც ერთგვარი პუნქტია, იმიტომ რომ თუ ისეთ საზოგადოებაში ვაკეთებთ პრეზენტაციას, სადაც ჩვენი არჩეული თემის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ექნება, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმ კუთხით, რომ აი როგორ წარმოვაჩინოთ ეს ჩვენი თემატიკა მათთვის უფრო მისაღებად, უფრო საინტერესო ფორმით, როგორ ჩავრთოთ და ინტერესი უფრო მეტად როგორ გავაღვიძოთ, ხო? შემდეგი არის უკვე პირველი მონახაზი როგორ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში გულისხმობთ საწყის ეტაპზე მოკლედ რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. მოდი ვნახოთ ახლა მაგალითად გამოვიკვლიოთ თემა, ხო? ავარჩიე კონკრეტული საკითხი, მე აუცილებლად უნდა გამოვიკვლიო, თავი მოვუყარო ამ მასალას, ვიცოდე, ხანდახან სტუდენტებმა იციან ხოლმე, რომ აი როგორც კი პრეზენტაციის გაკეთებაზე მიდგება ჯერი, თან რაღაც ინფორმაციას ეძებენ, თან სლაიდებს აწყობენ. ეს არ არის სწორი. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ ჯერ ეს საკითხი გამოვიკვლიოთ, რაზეც პრეზენტაციას ვაკეთებთ, გქონდეს ტექსტური ინფორმაცია, ანუ რაღაც, რა ვიცი, რეფერატის სახით იქნება, ესეს სახით იქნება, თუ უბრალოდ რაღაც ტექსტებს მოვათავსებთ Word-ის დოკუმენტში, ეს უკვე ავტორზეა დამოკიდებული პრეზენტატორზე, ჯერ გავამზადოთ ტექსტები, იმიტომ რომ ვიცოდე, აი რა რაოდენობა, რა მოცულობის მასალა დამიგროვდა, მერე გადავხედო აუცილებლად რა არის მასში ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, რაც შეიძლება გადავიტანო ჩემს პრეზენტაციაში, იმიტომ რომ რაღაც 50 გვერდიანი ტექსტი თუ გვაქვს, თქვათ რომ ნაშრომისთვის, ხო, აი მაგალითად სამაგისტრო ნაშრომისთვის 50-ვე გვერდს ვერ გადავიტან პრეზენტაციაში. მე იქ საკითხების ფორმულირება უნდა მოვახდინო, ხო ასეა, რომ ვიცოდე იქ რა არის მნიშვნელოვანი, რა მეორე ხარისხოვანი და რა შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი. ამიტომაც აი ეს ძირითადი პუნქტები და მნიშვნელოვანი საკითხები აუცილებლად უნდა გამოვყო და მას შემდეგ დავიწყო მე უკვე სლაიდების მომზადება, აწყობა, გაფორმება და ბოლოს აუცილებლად ვივარჯიშოთ ხოლმე, რომ შეიძლება ხანდახან სარკის წინაშე წარდგენაც იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ თვითონ დაინახოთ, რამდენად კარგად აკეთებთ პრეზენტაციას, ან რაღაცა
ვთქვათ, არ მოგეწონათ სარკეში თქვენი თავი, აი მე მაგალითად ემოციურად ვიცი ხოლმე ხანდახან ჟესტებით საუბარი, ვიღაცას პირიქით შეიძლება ეს არ მოსწონდეს და ძალიან უხეშად იყენებდეს ჟესტიკას, ჟესტიკულაციას, მიმიკებს და ასე შემდეგ და აი ამას შეიძლება სარკეში მივიქციოთ ხოლმე ყურადღება. პრეზენტაციის სტრუქტურას თუ შევხედავთ, ეფექტური პრეზენტაციის სტრუქტურას, აი ეს 4 პუნქტი მინდა ახლა გავიაროთ. პირველი არის შინაარსი, მერე მოდის ენა, მერე სტრუქტურა და პროცესი. ახლა გავიაროთ რას ნიშნავს. შინაარსში გულისხმობთ რა თემატიკას განიხილავს პრეზენტატორი, რა მოცულობის ინფორმაცია არის, რამდენად ზუსტია ეს საკითხები, რამდენად შეესაბამება მაგალითად სათაური გადმოცემულ ინფორმაციას, სლაიდებზე არსებულ ინფორმაციას, ან პირადად რაზეც საუბრობს, ხო? იმიტომ რომ სლაიდებზე არ არის რეკომენდებული, მაინც ყველაფერი ერთ სლაიდზე იყოს მოცემული, რაც იმ სლაიდთან დაკავშირებით გვინდა რომ ვისაუბროთ, ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ ხოლმე, შევჯერდეთ ჩვენ თავთან, აი სლაიდზე რას გადავიტან და მე ამას რას დავამატებ კიდევ და როგორ შევავსებ ინფორმაციას. მეორე პუნქტი ეს არის ენა, ანუ რამდენად გამართულად საუბრობთ, გრამატიკულად სწორი წინადადებებით საუბრობთ თუ არა, ჩვენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მდიდარი ლექსიკით საუბრობთ თუ არა და ეს კლიშირებულ გამოთქმებში გულისხმობ, აი მაგალითად პრეზენტაციისთვის საჭირო კლიშირებული გამოთქმები რო გვიწერია აქ, აი ეს keyword-ებს რო ვეძახით ხოლმე, ხო? ესეც შეგვიძლია განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება ძირითადი საკვანძო საკითხები ჩვენს საპრეზენტაციო საკითხს, იმიტომ რომ ამაზეც არის ხოლმე აქცენტი გასაკეთებელი, რომ ვიცოდეთ რის შესახებ ვაკეთებთ პრეზენტაციას და რა საკითხებზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ძირითადად რა ტერმინოლოგია უნდა ვახსენო ხოლმე, რომ აუდიტორისთვის უფრო საინტერესო გახდეს. სტრუქტურის შემთხვევაში თვითონ ტექნიკური მხარე იგულისხმება, მაგალითად, როგორ არის აწყობილი ჩვენი პრეზენტაცია, ორგანიზაცია როგორ ხდება სლაიდების, ინფორმაცია როგორ არის გადატანილი, შეესაბამება თუ არა, აი მაგალითად სათაური და ძირითადი ტექსტი სლაიდზე, ან ვიზუალური ელემენტები რამდენად არის ერთმანეთთან კავშირში და პროცესად შეეხება ეს უკვე აი ჩვენ როგორც პრეზენტატორი როგორ გადავცემთ ინფორმაციას აუდიტორიას აქ უკვე ჩვენზეა აქცენტი გაკეთებული როგორც პრეზენტატორზე ხმა, ჟესტები, მიმიკები, აუდიტორიასთან კონტაქტი, ვიზუალური ხერხები, აი ამ ყველაფერს როგორ ვიყენებთ და რამდენად მეგობრულად ვართ განწყობილი აუდიტორიის მიმართ, აი ამას ვაქცევთ ხოლმე ძალიან დიდ ყურადღებას. პრეზენტაციის კლასიკური მოდელი ვახსენეთ წეღან და ეხლა თუ შევხედავთ, აი როგორ დავიწყოთ და როგორ გავიდეთ ბოლოში, ხო? ამაზე არის აქ ძირითადად ყურადღება გამახვილებული. პირველ რიგში, როდესაც აი ტექნიკურ საშუალებებს მივაქცევთ ყურადღებას და ჩავრთეთ უკვე ვთქვათ ჩვენი პრეზენტაცია, აუცილებლად უნდა მივესალმოთ და თავი გავაცნოთ აუდიტორიას, გეგმა წარვადგინოთ, რის შესახებ გვექნება საუბარი, და აი გეგმაში რა პუნქტებიც გვექნება უკვე განხილული მერე უკვე ეს ყველაზე დიდი ნაწილი რაც არის, აი ამ საკითხების მიხედვით ვიწყებთ ჩვენი პრეზენტაციის განხილვას. ბოლოს აუცილებლად ვახდენთ შეჯამებას, აი როგორც ნაშრომში გვაქვს ხოლმე, ხო, ან თუნდაც ესეში ბოლოს შეჯამება, აი ამრიგად რა მოხდა, რა გავაკეთეთ, რა განვიხილეთ, აი შეჯამებაში ამაზე ვისაუბრებთ და დავასრულებთ ბიბლიოგრაფიით, ანუ გამოყენებული ლიტერატურით, მადლობას გადავუხდით აუდიტორიას, დათმობილი დროისთვის და ყურადღებისთვის და მოვემზადებით აუცილებლად შეკითხვებისთვის, იმიტომ რომ ხანდახან სტუდენტებმა კი იციან ხოლმე რომ ყველაფერი ამომწურავი იყო, გასაგები იყო და შეკითხვები არ არის, მაგრამ ის რაღაც ერთი შეკითხვა მაინც შეიძლება რომ გაჩნდეს ხოლმე. მაგალითი წარმოვიდგინოთ, ახლა როგორ წარვადგინოთ ჩვენი კვლევა. როგორ დავიწყოთ და როგორ გავიდეთ ბოლოში. პირველ რიგში დავგეგმოთ ზეპირი მოხსენება, ანუ პრეზენტაცია, დავავიწროვოთ წარსადგენის საკითხი, გავიაზროთ მსმენელსა და მკითხველს შორის არსებული განსხვავებები, ანუ რა ვიცით და რა იციან და რა შეიძლება დააინტერესოთ. მოვამზადოთ ჩვენი პრეზენტაცია, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ შესავლის მონახაზი, რომ ვიცოდე რითი ვიწყებ და მე როგორ გავაგრძელო.
და ეს პუნქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შევქმნათ ჩანაწერები მოხსენების ძირითადი ნაწილისთვის, რათა შეგვეძლოს ერთი თვალის შევლებით გავიხსენოთ ხოლმე, როგორ გავაგრძელოთ ჩვენი პრეზენტაცია. აქვე შევთანხმდეთ, რომ კითხვა პრეზენტაციის მსვლელობის დროს არ არის გამართლებული. წარმოიდგინეთ ახლა, რომ თვალით კონტაქტი უნდა გქონდეთ აუდიტორიასთან და თქვენ ამ დროს რაღაც ფურცლები გიჭირავთ და იქ იყურებით და კითხულობთ და არ აქცევთ ყურადღებას აუდიტორიას. ჩათვალეთ, რომ ეს კონტაქტი თქვენ შორის უკვე გაწყდა და თქვენთვის გახართ და აკეთებთ პრეზენტაციას. ამიტომ თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ ჩანაწერები გქონდეთ, ეს უნდა იყოს ძალიან მოკლე, ძირითადი პუნქტებზე გამახვილებული ყურადღება, აი რა იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ რა შეგახსენებდათ შემდგომ ნაბიჯებს, შემდგომ ტექსტებს, შემდგომ განსახილველ საკითხებს, ხო? აუცილებლად შევიმუშაოთ დასკვნა შესავლის მიხედვით, მოვემზადოთ შეკითხვებისთვის და თუ საჭიროა მოვამზადოთ ხოლმე ჰენდაუთები, ანუ დასარიგებელი მასალა, რომელიც იქნებოდა შემავსებელი თქვენი პრეზენტაციისთვის. აი ილიას უნივერსიტეტში ჩვენ თურაბიანის ერთ-ერთ ქეით თურაბიანის ერთ-ერთ სახელმძღვანელოს განვიხილავთ ხოლმე თეზისების, დისერტაციების და ნაშრომების დასაწერად და იქ არის განხილული ერთ-ერთი ისტორია, ლიფტში მოყოლილი ამბავი ქვია და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გულისხმობდეს ლიფტში მოყოლილი ამბავი? აი თუ პრეზენტაციას შეუსაბამებთ, რა უნდა შეგვეძლოს? ლიფტში მოყოლილი ამბავი როგორ გესმით? ანუ ძალიან მარტივად და მკაფიოდ გადმოცემა. კი ბატონო და რაც თავარია მოკლე დროში, ხო? იმიტომ რომ ლიფტში განარამდენი დრო გვაქვს ხოლმე, გააჩნია რომელ სართულზე ავდივართ, მაგრამ ყოველთვის მაინც მცირე დრო გვაქვს ლიფტში ყოფნისთვის და თურაბიას ესეთი მაგალითი ჰქონდა, რომ წარმოიდგინეთო, თქვენ მიდიხართ პრეზენტაციის გასაკეთებლად, გჭირდებათ გზად ლიფტის გამოყენება და თქვენი ახლობელი შეგხვდათ და დაგემგზავრათ ვინმე ნაცნობი. და ლიფტში რო შეხვედით, ეს ნაცნობი გეკითხებათ, სად მიდიხართ და რის გაკეთებას აპირებთ. და თქვენ ამ დროს უნდა შეგეძლოთო, რომ აი იმ მცირე დროში მაქსიმალურად ესეთი საფუძვლიანი და სანიშნელოვანი ფაქტებით გადასცეთ ინფორმაცია რის შესახებ აპირებთ, რომ პრეზენტაციაში ვისაუბროთ. და აქვე ამბობდა თურაბიანი, რომ თუ თქვენ შეძელით, რომ აი ამ მცირე დროში გამოიწვიეთ თქვენი ნაცნობის დაინტერესება და ესე ეფექტურად გადაეცით, რომ აი ამის და ამის შესახებ ვაკეთებთ პრეზენტაციას, ის დაინტერესდება და შეიძლება გამოყვეთ კიდეც და პრეზენტაციას დაესწროსო და თუ აღმოჩნდა, რომ ვერ დაინტერესეთ და ვერ გადაეცით ეს ძირითადი ინფორმაცია თქვენი პრეზენტაციის შესახებ, ისო გულში იტყვისო, რომ აი თვითონაც არის ის რის შესახებ აკეთებს პრეზენტაციას და მე რატო დავკარგოდ, რომ მე ჩემს საქმეზე მივდივარ და წავალო. ანუ ესეთი სიტუაცია რა წარმოიდგინოთ, ხო? აუცილებლად დაუსვით ხოლმე თქვენ თავს უცვლელი შეკითხვა მერე რა, მაგალითისთვის, მერე რა რომ მე ამ პრეზენტაციას ვაკეთებ, მერე რა რომ ეს კონკრეტული საკითხი გამოვიკვლიე, მერე რა რომ აი ამ არგუმენტებს ვიყენებ, აი ამ ვიზუალიზაციის ხერხებს, ანუ რისი მიღწევა გსურთ, ხო, თქვენ თავთან უნდა გქონდეთ ყოველთვის აი ამ შეკითხვაზე პასუხი. თუ ხშირად ამ შეკითხვას არ გაიმეორებთ და თქვენ თავს არ გაუმეორებთ ამას, მე რაღაც საკითხები შესაძლოა დარჩეს ისეთი, რომელსაც აუდიტორია აუცილებლად დაგისვათ იმ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვას და თქვენ შეიძლება უბრალოდ დაიბნეთ მე პრეზენტაციის დროს და აი ეს დაბნეულობა და გაუგებრობა რო აირიდოთ თავიდან აუცილებლად კარგად მოიმზადეთ ხოლმე პრეზენტაციისთვის და ვიცოდეთ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტების შეჯამება როგორ მოვახდინოთ მცირე დროში როგორ გადავცეთ ეს ყველაფერი და როგორ გამოვიწვიოთ დაინტერესება და როგორ ვიყოთ დამაჯერებლები. ზოგადად პრეზენტაციის სტრუქტურული ელემენტები თუ ამ კუთხით განვიხილავთ პრეზენტაციას, ძირითადად აი სამი ნაწილი უნდა იყოს ხოლმე წარმოდგენილი პრეზენტაციაში. ეს არის სატიტულო სლაიდი, ძირითადი ნაწილი და დასკვნითი სლაიდი. მოდი განვიხილოთ ახლა რომელ ნაწილში რას წარმოვადგენთ ხოლმე. მაგალითად სატიტულო სლაიდის შემთხვევაში როგორ ფიქრობთ? აი რა უნდა იყოს წარმოდგენილი პირველ სლაიდზე, რომლითაც ვიწყებთ პრეზენტაციას. როგორ ფიქრობთ? ესე იგი პრეზენტატორის შესახებ ინფორმაცია და რის სათაური მოკლედ რის შესახებ აკეთებთ პრეზენტაციას.
მართალი ამის შესახებ ვერ გავექცევით ვერსად ამ ინფორმაციას. ყველაზე დიდი ასოებით, ასე ვთქვათ, უფრო დიდი ფონტით იწერება ხოლმე პრეზენტაციის სახელწოდება, ანუ რა თემის შესახებ არის პრეზენტაცია და მერე იწერება პრეზენტატორის ან პრეზენტატორების შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს ჯგუფური პრეზენტაცია და იქ ერთ ადამიანს ვერ დავწერთ, ხო, უნდა დავწეროთ ყველა ის პრეზენტატორი, ვინც კი ამ პრეზენტაციას წარადგენს. ხანდახან მათი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებაც ხდება ხოლმე და სასურველია რომ ეს იყოს ელექტრონული პოსტა და არა სახლის მისამართი და მობილურის ნომერი, ხო? ეს უბრალოდ ელექტრონული პოსტით ოფიციალურად მე თუ ვინმეს დასჭირდება თქვენთან კონტაქტი, დაგეკონტაქტებათ და შეიძლება რაღაც საკითხები განიხილოთ მე მეილის საშუალებით. აუცილებელი არის ხოლმე პრეზენტაციის წარდგენის თარიღიც. ხანდახან სტუდენტები წერენ, მაგალითად, თბილისი 2021. ეს არ არის სწორი. წელი და ქალაქი კი არ გჭირდება. ნუ ქალაქი ხანდახან არის ხოლმე, იმიტომ რომ თუ სადმე მიდიხართ, მით უმეტეს ჯობია რომ ქალაქიც მივდიდოთ. და თარიღს რაც შეეხება, წელი კი არა, კონკრეტული დღის თარიღი უნდა იყოს. ახლა მეც პირველ სლაიდზე მეწერა დღევანდელი თარიღი, ხო? იმიტომ რომ ეს არის აი ამ შეხვედრისთვის მომზადებული პრეზენტაცია და თქვენს აუდიტორიას უნდა გაუჩინოთ იმის შეგრძნება, რომ ეს პრეზენტაცია არის აი ამ კონკრეტული შეხვედრისთვის. მე იწერება ხოლმე აი მაგალითად თუ ილიას უნივერსიტეტის ფარგლებში ხდება პრეზენტაციის ჩატარება, ხართ სტუდენტი, თანამშრომელი და ასე შემდეგ, ლოგო არის ხოლმე აუცილებელი. ან თუნდაც რომელიმე სხვა ორგანიზაციის შემთხვევაში იქ შეგვიძლია ლოგოც იყოს თუ გააჩნია ამ ორგანიზაციას, ან სახელწოდება იყოს აუცილებელია ხოლმე და თუ რომელიმე კურსის, პროგრამის ან კონფერენციის ფარგლებში ვატარებთ პრეზენტაციას, ამის შესახებაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული და ცხადად ჩანდეს ეს ინფორმაცია. აი ძირითად ნაწილს რაც შეეხება უკვე აი მეორე სლაიდიდან რო უკვე ძირითადი ნაწილის სლაიდები მოდის, ხო? იქ ყველა სლაიდს, ეხლა მე უბრალოდ ამ პრეზენტაციისთვის არ გამიკეთებია, ყველა სლაიდს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის ლოგო, აი მაგალითად ზედა კუთხეში შეგვიძლია დავსვათ, ან რომელიმე კუთხეში, სადაც თქვენთვის იქნებოდა მოსახერხებელი. ამ ლოგოში, ნუ რა თქმა უნდა, გულისხმობ როგორც წეღან განვიხილეთ, ხო, ორგანიზაცია იქ, სხვა ორგანიზაცია იქნება ეს თუ რომელიმე სხვა დამსაქმებლის ინფორმაცია ლოგოს სახით წარმოვადგინოთ ან წარწერა გავაკეთოთ. პრეზენტაციის თარიღიც მისდევდეს ყველა სლაიდს, პრეზენტაციის ავტორის ვინაობაც და თემატური ერთეულის სახელწოდება შესაბამისი ინფორმაციით. ამ ბოლო პუნქტში გულისხმობ, აი როგორც აქ ახლა ძირითადი ნაწილი აწერია, ეს არის თემატური ერთეულის სახელწოდება და ქვედა ტექსტი არის უკვე მისი შესაბამისი ინფორმაცია, ასე უნდა იყოს ხოლმე წარმოდგენილი. აი დასკვნითს ნაწილს რაც შეეხება, აქ უკვე მსმენელს მადლობას ვუხდით, ხო, დროის და ყურადღებისთვის და ეხა ეს საყვარელი პინგვინის ფოტო იმიტომ ჩავსვი, რომ ხანდახან აკადემიურ სივრცეში სტუდენტებს პრეზენტაციებში ჩასმული აქვთ ხოლმე მსგავსი ფოტოები, რაღაც გიფები, ტაშის დაკვრა, ხმოვანი რაღაც ინფორმაცია, გულები რო დაფრინავს, რაღაც პეპილები და ყვავილები რო მოფრინავენ და აკადემიურ სივრცეში ეს არ არის გამართლებული. აი დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სრულიად საკმარისია და აი უნდა შევიკავოთ ხოლმე თავი ესეთი ვიზუალური ელემენტებისგან და თუ მაინც და მაინც გვინდა რომ ჩავსვათ რამე, მაშინ რაღაცას შევეცადოთ რომ რამე ესეთი აკადემიური ფოტო იყოს და არა აი ესეთი პინგვინი და გიფი და რაღაც ტუჩები და კოცნები და გულები და რაღაცები ძალიან ხშირად ხდება ხოლმე განსაკუთრებით ბაკალავრების შემთხვევაში და სულდეობნები რომ აკადემიურ სივრცეში ეგ არ არის მიღებული. ეხლა გადავიდეთ ტექსტის ფორმატირებაზე, როგორ დავაფორმატოთ ტექსტი. ამ შემთხვევაში მოდით პირველში ვნახოთ ძირითადი აი ეს სათაური და დანარჩენი ტექსტი როგორ უნდა განსხვავდებოდეს. უბრალოდ უნდა განსხვავდებოდეს თუ არა. აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს, იმიტომ რომ როგორც ჩვეულებრივ ტექსტში გვაქვს სათაური და დანარჩენი ტექსტი, აქაც ასია. ანუ სატიტულო რაშუაშია თემატური სათაური და მერე დანარჩენი ტექსტი. აუცილებლად ფერი იქნება, ფორმა, ზომა აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს. სხვადასხვა ფონტის გამოყენება პრეზენტაციის მსვლელობის დროს არ არის მიზანშეწონილი. აი მაგალითად ნუ ქართულად თუ წერთ, აი აქ ბოლოში დავწერე, რომ სილფაინი ან მისი მსგავსი უნდა გამოვიყენოთ უნიკოდში, რომ დავწეროთ ხოლმე. უნიკოდში წერა შეგახსენებთ, გულისხმობს, აი კუბიკები რო არ გამოჩნდეს და ტექსტი რო არ დაიმალოს, აი
ქართულად რო წერ, ყველგან ყველა სლაიდზე და სადაც არ უნდა გავგზავნო ეს ჩემი სლაიდები, ყველგან რო ქართული ტექსტები იქნება, Unicode-ში წერას ამას გულისხმობს, მარტივად რო ავხსნათ. და ვიყენებთ ხოლმე ამისთვის ძირითადად Silfines ქართულის შემთხვევაში და თუ მაგალითად ინგლისური პრეზენტაცია გვაქვს და იქ მაგალითად Times Roman არის, Arial-ს იყენებენ ხოლმე სხვადასხვა ფონტებია, შეიძლება რომ ვიღაცებმა აურიონ და სხვადასხვა სლაიდზე სხვადასხვა მოყვანილობის ფონტი შრიფტი ხო ეგ არის რომ ვიზუალურად განსხვავდება არ არის მოკლედ მიზანშეწონილი რომ ერთ ფონტზე მეტი გამოიყენებოდეს. ზომებს რაც შეეხება სათაურის ნაწილი მინიმუმ 24 უნდა იყოს, ანუ ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს და ძირითადი ტექსტი 20-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ანუ ეს არის მინიმალური ციფრები. ხანდახან ეშლებათ ხოლმე აი Word-ის ფაილში ტექსტებს როგორც ვარედაქტირებთ იმაში, რომ აი სათაურები 14-იანი ფონტით არის ხოლმე და ძირითადი ტექსტი 12 და ის არის Word-ისთვის, ის არის ტექსტური დოკუმენტისთვის და როცა პრეზენტაციას აკეთებთ, აქ უკვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მე slideshow-ზე რო გავუშვებთ სლაიდებს, იქ თქვენ როგორ დაინახავთ ამ ტექსტს და შორიდან რო თქვენმა მსმენელმა უნდა დაინახოს ეს ტექსტი, წვრილი ფონტით თუ წერია, რა თქმა უნდა ვერ დაინახავენ, ხო? ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ზომა იყოს ტექსტის შერჩეული ისე, რომ შორიდანაც ჩანდეს და ამაზე მაგალითად რეკომენდაცია მექნებოდა, რომ აი კომპიუტერშიც კი ხო, აი როდესაც slideshow-ზე გავუშვებთ, აი 2-3 ნაბიჯით უკან რო გადადგათ ნაბიჯი და შეხედოთ ეკრანს, თქვენ თვითონ რამდენად ხედავთ აი ამ ტექსტებს, იმის მიხედვით გაითვალისწინებთ ხოლმე, მე ანუ პროექტორის შემთხვევაში, როდესაც გავუშვებთ უკვე აუდიტორიაში, იქ რამდენად კარგად გამოჩნდება ეს თქვენი ტექსტები. როდესაც პრეზენტაციას ვაკეთებთ, აი წეღან პროცესის შემთხვევაში რო ვთქვით, რომ ჩვენ რამდენად დამაჯერებლები ვართ, ხო, როგორც პრეზენტატორები. აქ უკვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აი ძალიან მაგრად აწყობილი სლაიდები კი ეფექტს ახდენს აუდიტორიაზე, მაგრამ თუ ჩვენ არ ვართ კარგი პრეზენტატორი, აქ უკვე ის სლაიდები კარგავს თავის ფუნქციას. ამიტომ კარგი სლაიდები და კარგი პრეზენტატორი, აი ეს ორი ელემენტის ნაზავი უნდა იყოს კარგი ეფექტური პრეზენტაციისთვის და ჩვენ რომ დამაჯერებლები ვიყოთ და ჩვენ რომ კარგად გავაკეთოთ პრეზენტაცია, ამისთვის აი ეფექტური კომუნიკაციის უნარი უნდა შეგვეცდოს ხოლმე აუდიტორიასთან, ხო? რას გულისხმობს ეს კომუნიკაცია და მე უკვე ეფექტურ კომუნიკაციაზე რო გადავიდეთ. რა არის ზოგადად აბა კომუნიკაცია? გასაგებად მივიტანოთ სვენელამდე ეს ჩვენი ასე ვთქვათ ინფორმაცია. ნიშნავს როგორც ეს ვიზუალ კომუნიკაციას, ასევე სიტყვიერს. კი ბატონო. ანუ ამის კომუნიკაცია რო შედგეს, აუცილებელი არის მინიმუმ 2 ადამიანი საუბრობდეს, ხო? მარტივად რომ ვთქვათ. მე თუ ჩემ თავთან ვსაუბრობ, ჩემს ველაპარაკები, ხო? რაღაც ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ამას რაღაც პრობლემები აქვს. აუცილებელი არის 2 სუბიექტი, ასე ვთქვათ. და კონკრეტული თემატიკა, რაზეც საუბრობენ, კონკრეტული ადგილი, სადაც საუბრობენ და კონკრეტული ხერხები და საშუალებები, რისის საშუალებითაც ხდება ეს კომუნიკაცია. ნახე, აი ხა მე და თქვენ რომ საუბრობთ, ეს არის ონლაინ ჩატარებული კონფერენცია, სემინარი, გვაქვს თემატიკა პრეზენტაციების შესახებ და კონტაქტი შედგა ჩვენი აი ესე დისტანციურად. ეს შეიძლება ყოფილიყო აუდიტორიაში, იქ ვართ ყველა და იქ ვაკეთებთ ამ პრეზენტაციას და პირისპირ ხდება, ხო? აქაც პირისპირ არის უბრალოდ დისტანციურად და ხანდახან შეიძლება ფიზიკურადაც არსებობდეს და კონკრეტულ საკითხს განვიხილავდეთ. და კომუნიკაციის სახეებში განიხილავენ ვერბალურ კომუნიკაციას და არავერბალურ კომუნიკაციას, ხო? აი რას ნიშნავს არავერბალური? ეს არის სხეულის თვალით კონტაქტი, ან დაუშვათ ჯესტი, ხელებით ჯესტიკულაცია და ასე შემდეგ. Body language მაგალითად გაგვიგია ხო ეს ტერმინი დამკვიდრდა ინგლისურიდან, სხეულის ენა. სიტყვიერი კომუნიკაცია ეს არის ვერბალური და არავერბალური არის, როცა სხეულის ენით გამოვხატავთ რაღაცას. აი ხა ჩვენ რო პრეზენტაციას ვაკეთებდეთ და ძალიან ვნერვიულობდეთ და ეს ყველაფერი ჩვენ სხეულზე აისახებოდეს,
სახეზე, ხელებზე, დგომაზე, იქ ნერვიულობ და თქვა აუდიტორიაში დავდივართ, ხო? ეს უკვე აი ამ body language-ის, ანუ არავერბალური კომუნიკაციის ძალიან კარგი გამოხატულებაა. და SMS-ი იქნება, მეილი იქნება, წერილი იქნება, ეს ჩვეულებრივი კომუნიკაცია არის, ვერბალური, უბრალოდ სიტყვიერად ხდება, არ ვსაუბრობთ, მაგრამ წერილობით ხდება, ხო? ესე ჩვეულებრივი კომუნიკაცია. ამიტომ ამასაც ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, აი ეს როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად ეს ჩვენი ჟესტიკა, მიმიკა და ასე შემდეგ. ერთია რომ შეგვიძლია კარგად ვესაუბროთ აუდიტორიას და მეორეა შეგვეძლოს კარგადაც მოვუსმინოთ ჩვენს აუდიტორიას და პლუს აუდიტორიას შევატყოთ რამდენად კარგი მსმენელები არიან. ზოგადად მოსმენის ტექნიკებში გამოყოფენ, რომ ვიღაც შეიძლება აქტიურად გვისმენდეს, პასიურად გვისმენდეს, ან კონკურენტულად გვისმენდეს. აი აქტიური მსმენელის ელემენტები როგორ ფიქრობთ, როგორ შევატყობთ, რომ ადამიანი აქტიურად გვისმენს? ანუ როდესაც ინტერაქცია ხდება, როდესაც ჩართულია პრეზენტაციაში. აჰა. შეკითხვებს სვამს, ხო? რაღაც თავს გვიქნევს, თვალით კონტაქტი აქვს. აქ უკვე ჩვენც როგორც პრეზენტატორი ხედავთ, ვაკვირდებით, რომ აი ეს კონკრეტული ადამიანი მაგალითად ან ადამიანები ნამდვილად ჩართული არიან. პასიური არის, როდესაც აი ზის თავისთვის მსმენელი და რა ვიცი, მობილური ტელეფონი უჭირავს და თამაშობს, ხატავს, ვიღაცას ელაპარაკება, ну საერთოდ არ აინტერესებს, ხო? უბრალოდ იქ არის და შეიძლება ხანდახან გამოგხედოს და მეტი არაფერი არ გააკეთოს. და კონკურენტული არის ხოლმე კიდევ, აი ძალიან ხშირად რო გვერდება და ცდილობს რომ თავი უკეთ წარმოაჩინოს, უფრო თვითონ აიღოს მართვის სადავეები ხელში და რაღაცნაირად კონკურენცია გაგვიწიოს, რომ ხანდახან დაგვაბნიოს კიდეც, ხო ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცეები. და თუ პრეზენტატორი ამ დროს დაიბნა, მასაც ეს უნდა, რომ თვითონ გააგრძელებს მერე საუბარს, ასე რომ ვთქვათ. ამიტომაც კარგად უნდა ვიყოთ ხოლმე მომზადებული, რომ მსგავსი რაღაც არ მოხდეს და შეგვეძლოს დავარწმუნოთ ადამიანები, ჩვენი მსმენელები, ჩვენს სიმართლეში, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის სისწორეში და ვიცოდეთ როგორ გადავცეთ ეფექტურად ეს ყველაფერი ჩვენს მსმენელს, რომ აი არ თქვას, რომ ამ ადამიანმა ეხლა არ იცის რის შესახებ აკეთებს პრეზენტაციას, ან შეკითხვა დასვა და ვერ ვუპასუხეთ, ხო, ძალიან რთულია, რომ დაბნეული ადამიანის პრეზენტაციას მოვუსმინოთ ხოლმე. ამიტომაც ვიცოდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ დამაჯერებლები და აუდიტორია ვაკონტროლოთ. აი უკავშირიც დავიტანე მაინც სლაიდზე, რომ ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ზოგადად რა არის ეს უკავშირი? როგორ ფიქრობთ? ანუ უკავშირი რამდენად გაიგო აუდიტორიამ დაუშვათ გარკვეული საკითხი. აჰა, ანუ დაუშვათ შეკითხვა. აჰა. ან შევაფასოთ სხვა ან საკუთარი თავი. ბატონო. აი მაგალითად თქვენ რომ ლელა თქვენ შემთხვევაში თუ სადოქტოროს წერთ და რაღაც კონკრეტული თავი მაგალითად შესავალი დაწერეთ და გინდათ რომ ხელმძღვანელისგან მიიღოთ რჩევები და თქვათ უგზავნით ამას. ну ალბათ მიგიღიათ კიდეც მსგავსი შენიშვნები. აი ის რომ გადახედავს და რაღაც შენიშვნებს დაგიწერთ ეს არის უკვე უკავშირი მისი მხრიდან, ხო? რომ თქვენ ეს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოთ და ის კონკრეტული ხარვეზები გამოასწოროთ. პრეზენტაციის დროსაც ასია, თქვენ რომ პრეზენტაციას მოამზადებთ, აი თუ მარტო ხართ და თქვენ თავსვე გინდათ რომ რჩევა მისცეთ, რაღაცნაირად ესეც შეგიძლიათ წეღან სარკე ვახსენე, ხო? დადგეთ სარკესთან და დაინახოთ და თქვენ თავსვე მისცეთ ეს უკავშირი, რომ აი ახლა რაღაცა ამას ვერ აკეთებდი კარგად, ან ძალიან ბევრს ნერვიულობ და დადიხარ, შენ თავს როდესაც ეუბნები რაღაცას, მაგრამ როგორც წესი, კარგია ხოლმე რომ აი მაგალითად მეგობრებს, ოჯახის წევრებს შევეკითხოთ რა, აი რამდენად მოსწონთ, არ მოსწონთ, სანამ ეს ოფიციალურ პრეზენტაციას გავაკეთებთ, ხო? და ის უკავშირი გვეხმარება ხოლმე სწორედ იმაში, რომ თუ კი რამე ხარვეზია, თუნდაც სლაიდებზე, ტექსტებში, ვიზუალურ ელემენტებში, ისე ჩვენში როგორც პრეზენტატორში, აი ეს ხარვეზები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ხოლმე. 4 ძირითადი პუნქტი არის, რომელიც პრეზენტაციის დროს უნდა გავითვალისწინოთ. ესენია დროის დაგეგმვა, სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინება, პრეზენტაციის თემატიკა და პრეზენტაციის მიზანი. მოდი ახლა თითოეული მათგანი განვიხილოთ, ხო? დროის დაგეგმვას და დროის კონტროლს აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა. თუ გვეუბნებიან, რომ მაგალითად 15 წუთიანი პრეზენტაცია ან 10 წუთიანი,
უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სათქმელი როგორ მოვარგოთ ამ დროს და არა პირიქით. დრო სათქმელს კი არ უნდა მოვარგოთ, არამედ სათქმელი მოვარგოთ დროს, რომ იქ რაღაც ვიცოდეთ, რომ აი ამათ წუთში მე ჩემს სათქმელს ჩავატევ ძირითად პუნქტებს. განვიხილავ და ჩვეულებრივ შეკითხვებისთვისაც დამრჩება დრო. ვაკონტროლოთ საუბრის ტემბრი, რომ არ შეგვამჩნია, რომ ძალიან ჩქარობთ ან ძალიან ნელავ საუბრობს და ძირითადი დროის 80-90% აუცილებლად უნდა დავუთმოთ ჩვენი საპრეზენტაციო საკითხის ძირითად საკითხებს და ეს 10-20% შემოვიტოვოთ თავისუფალი ვარირებისთვის, რომ უცებ რაღაც გაგვახსენდება, ან უცებ აუდიტორიიდან რაღაც შეკითხვა წამოვა, რომ აი ამისთვის გქონდეს დრო გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია დროის დაგეგმა და თუ გადავაჭარბეთ, ეს ცოტა ცუდ ტონად ითვლება ხოლმე. სამიზნე აუდიტორიისთვის როგორც წეგან ვახსენეთ, ხო, რა იციან, რა ცოდნა სჭირდება თემისთვის, რა დააინტერესებთ, რა დამოცულობის ახალ ინფორმაციას აითვისებენ, აი ამას აუცილებლად ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას და მომზადების დროს უნდა განსაზღვროთ, რა მაგალითად გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, ზოგიერთ ადამიანს ვიზუალურად შეუძლია ინფორმაციის დამახსოვრება, ვიღაცას სმენითი მეხსიერება აქვს და ასე შემდეგ და პრეზენტაციის დროს ამიტომაც არის გამართლებული, რომ მხოლოდ ტექსტები კი არ გქონდეს ხოლმე, არამედ რაღაც ვიზუალური ელემენტი ჩავსვათ, ცხრილის სახით, დიაგრამის სახით, თუნდაც ფოტოს სახით, ხო? რომ და ასე შემდეგ, რომ აი ეს ინფორმაცია უფრო მეტად ეხმარება ადამიანს, რომ გაიგოს რისი თქმა გვინდოდა. ხანდახან შეიძლება რაღაც მაგალითები მოვიყვანოთ, რაღაც ვიდეო ვაჩვენოთ, რაღაც მოვისმინოთ მაგალითად, ხო? ეს ყველაფერი ისევ და ისევ საკითხის ეფექტურად გაგებაში ეხმარება ჩვენს მსმენელს და აი ამაში ვეხმარებით ხოლმე ჩვენს აუდიტორიას. სტრუქტურაში, პრეზენტაციის სტრუქტურაში გამოყოფენ სამჯერ თქმის პრინციპს. ახლა ეს იცით რას ნიშნავს? აი, თავიდან რო ვიწყებ პრეზენტაციას, გამარჯობა, მე ვარ ლალი და დღეს ამ საკითხზე ვისაუბრებ, ეს უკვე პირველად ვახსენე, რის შესახებ მინდოდა ამ პრეზენტაციაში გვესაუბრა. მეორედ თქმაში იგულისხმება, რომ უკვე ძირითად ნაწილზე რო ვარ გადასული და იქ ვახსენებ ამ პრეზენტაციის თემატიკას, ეს უკვე მეორედ თქმა გამოდის. და მესამედ თქმაში იგულისხმება შეჯამებაში რომ და შევაჯამრო აი ამრიგად ჩვენ დღეს განვიხილებთ თქვა ოფექტური პრეზენტაციის ხერხები და რეკომენდაციები, ეს იქნებოდა მესამე თქმის პრინციპი. რატომ ახლა? თუ აუდიტორიაში ვიღაც გვიან შემოგვიერთთ და მან აუცილებლად უნდა იცოდეს შუა ნაწილის და ბოლო ნაწილის მიხედვით, კარგად გაიგოს რის შესახებ იყო საუბარი. თუ ვინმე თავში გვისმენდა და ბოლოში აღარ მოგვისმენს, იმან თავში იცოდეს, რომ აი ამაზე ვსაუბრობთ და ვიღაცა თუ საერთოდ ბოლოში გამოფხიზოდა და ბოლოში აღმოაჩინა აი პრეზენტაციას უსმენდი, ბოლოშიც რაღაცნაირად იცოდეს რა უნდა მოესმინა და სამწუხაროდ ვერ მოусმინა, ვთქვათ, ხო? აი სამჯერ უნდა შევაჯამოთ ხოლმე ჩვენი ძირითადი საკითხი. ორი საინტერესო ვიდეო მაქვს ახლა მოტანილი და მოდი უცებ შევხედოთ. ხმას ამ შემთხვევაში იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება თუდად ისმოდეს, მაგრამ უბრალოდ ჩანს ახლა ეს ვიდეო თუ არ ჩანს? არა, ჩემთან არ ჩანს. არ ჩანს, ხო, მაშინ მე მგონი აქ უბრალოდ გაზიარება მქონდა სხვანაირი ერთი წუთით. თქვენ ვართ უფრო უკეთ გავაზიარებ და ხოლმე პრეზენტაცია გავაზიარებ და ახლა მთლიან ეკრანს გავაზიარებ. მოდით უბრალოდ შევაფასოთ სულ რაღაც 2 წუთიანი პრეზენტაცია და რა მოგეწონებათ და რა შენიშვნები გექნებოდათ ახლა ამ პრეზენტატორთან, აი ეგ მინდა რომ გავიაროთ. I'm going to talk to you about universities in Wales. Okay, so Welsh University, Wales is somewhere here, I think. Yeah, so that's what I'm going to talk to you about. Sorry. That's Wales. Nice countryside, lots of sheep. And there is a university, I think, somewhere near here. Yeah, so the weather's not very good in Wales, though. Right, so at Welsh University, there are lots of them. There's Cardiff University, University of Glasgow, Swansea University, University of Wales, University of Swansea, and Royal Welsh. Okay, Cardiff, yeah. So Cardiff University is recognized in government assessments like university. It's founded
founded by a royal charter in 1883. The university today provides a dynamic British teaching and research with high British achievement. And the university's breadth of expertise in research and research-led teaching encompasses humanities, physical, natural health, science, social sciences, youth, development, integration with wide range of a long-standing commitment to lifelong learning. The university institutes offering radical new approaches to new science and mental health, and still sounds concerned. And you can kind of get the rest. Okay, all right. It has universities, and it also has a leak and a daffodil. I think it has some lands. Okay. Yeah. Oh, right. Here we go. This is much better. Yeah. The location of Wales. It's here. Yeah. This is Wales. Okay, so it's there, next to England. Oh yeah, and that's me in Wales. And I went there on holiday. It was great actually. We climbed this mountain. It was really good. I loved it, but unfortunately my friend she fell down and broke her leg. We had to get emergency help to get her down. She was okay in the end, but it ruined her holiday. But I had a good holiday. It was great. Yeah, Wales is good for climbing. And that's This is your friend. Welsh students, I think, some Welsh students there. And oh yeah, we obviously students eat, sometimes eat together, so that's good. Yeah. All right, and that's it. Thank you. Thank you. მოკლედ ასეთი პრეზენტაცია იყო. აბა რას ფიქრობთ? პირველ რიგში ანუ კომუნიკაცია არ აქვს აუდიტორიასთან, მოძრაობს ბევრს და ეკრანს ეფარება ძალიან ხშირად და პლუს, როდესაც უნდა საუბარი აუდიტორიასთან არის ზურგი და კითხულობს პრეზენტაციას, ანუ კომუნიკაციის ნაკლებობაა ძირითადად. კი ბატონო და ძალიან ხშირად გარბოდა და გამორბოდა, ხო? რაღაც ძალიან დაბნევა. კი. და ეს რაღაც მსმენელსაც აფორიაქებს ესეთი პრეზენტატორის ყურება. თვითონ სლაიდებს თუ შეხედეთ, როგორი სლაიდები ჰქონდა? სლაიდები თავდაპირველად იყო ტექსტები ძალიან გადატვირთული და შემდეგში იყო მხოლოდ სურათები. კი ბატონო და იმ გრძელ ტექსტებში იყო ძალიან წვრილი შრიფტით და თვითონაც ახლოს მივიდა და ესე რაღაც ესე რამის ხვინიადო ხო ის ეკრანს რომ უკვე დაენახა იქ რა ხდებოდა. კი ბატონო, ბოლოში ჰქონდა სლაიდებზე, აი ფოტოებზე სადაც გადავიდა, თავისი პირადი გამოცდილება. ეს შო ჩემი ფოტო არის, მე უელსში რო ვიყავიო, მე თავისი მეგობრების ფოტო ჰქონდა, იქ რაღაც ვახშმის ფოტო ჰქონდა კიდევ და აქ უკვე ანუ ეს პირადი გამოცდილება თუ გინდათ რომ გადასცეთ ხოლმე აუდიტორიას, არ არის აუცილებელი რომ სლაიდებზე გქონდეს ეგ ინფორმაცია. უბრალოდ შეიძლება ვესაუბროთ აუდიტორიას და ვუთხრათ რომ აი მაგალითად მეც ვიყავი და რაღაც გამოცდილება მაქვს ამ კუთხით. ვთქვათ, ხო? ეს პირადი გამოცდილების შესახებ თუ გინდა მაინც და მაინც გადავცეთ ინფორმაცია და ეს ხო ძირითადად უნდა ყოფილიყო იქ რაღაც უნივერსიტეტებზე ჰქონდა პრეზენტაცია და რაღაცა ძალიან არა სწორად ჩასმული სკრინშოტები ჰქონდა, იქ გრძელი ტექსტები, ეს ფოტოები, სხვადასხვა ფონტი, სხვადასხვა ვიზუალი პრეზენტაციის დიზაინის და ნუ ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმედ აღსაქმელი ყოველთვის აუდიტორიისთვის და აი ინტერესს საერთოდ არ იწევს ხოლმე. აი მეორე ვიდეოს შემთხვევაში, ესეც ძალიან პატარა ვიდეოა, მოდი უცებ შევხედოთ. აქ არის უკვე ცუდი და კარგი რჩევები, ცუდი და კარგი პრეზენტაციის მაგალითები და აი ამას რო შევხედოთ ახლა. თავიდან არის ცუდი პრეზენტაციის მაგალითები. ძალიან ბევრი ნივთი გაგვაქვს ხოლმე ხანდახან. არაფორმალური ჩაცმულობაც აუდიტორიის წინაშე არ არის გამართლებული. Marketing activity. ეკრანიდან კითხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. For institutions and process for ზურგი არ უნდა შევაქციოთ ნამდვილად აუდიტორიას. ტექსტები არ უნდა გქონდეს. Most girls say
Can you call me back? I'm having a presentation right now. Yeah. აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება Have მობილურ ტელეფონს. the value for customers, clients, partners, and society. მონოტონური ხმით არ უნდა ვისაუბროთ აუდიტორიას. აქ უკვე სხეულის ენაზეა საუბარი, რომ ესე რაც ხელებს გადაჯვარი Writing does დინება. not mean task or mission. Going to არ lights. წავიკითხოთ. და ხა უკვე კარგ პრეზენტაციაში რა ხდება. რომ ჩაცმულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გახლავთ ჰენდაუთები, ანუ გასარიგებელი მასალა პრეზენტაციისთვის საჭიროა. გასაგები ტექსტები და დიაგრამები წარმოვაჩინოთ ხოლმე. აუდიტორიის წინაშე ვიყოთ, რა ვიცი, მეგობრულები და სხეულის ენა ვაკონტროლოთ. ამაზე რა ვიტყვით? იყო თუ არა ესეთი კარგი რჩევები ამ თვალსაზრისით? Hello everyone. Welcome to public speaking. მეგონი მნიშვნელოვანი პუნქტები იყო ძირითადად ხაზგასმული პრეზენტაციის დროს, რას უნდა მივაქციოთ ხოლმე ყურადღება და რა გავითვალისწინოთ. აი მაგალითად, ჩემი სტუდენტების შემთხვევაში ძალიან ხშირად იციან, რომ აი მართლა εν რაოდენობით რაღაც მოაქვთ ხელით, რაღაც წყლის ბოთლი, კალამი, ფურცლები, ტელეფონი და რაღაც ესე მოდიან და ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ აი ტელეფონით გამოხვიდეთ პრეზენტაციისთვის, როცა აუდიტორიაში ხდება. სრულიად საკმარისია, რაღაც ფურცელი წამოიღოთ და თქვათ კალამი, რომ იქ რაღაცები თუ ჩასანიშნია მოინიშნოთ ხოლმე. მეტი არაფერი დანარჩენს დატოვებთ თქვენს ადგილას და როცა დაბრუნდებით, ის ტელეფონი იქ დაგხვდებათ, ხმა აუცილებლად უნდა გაუთიშოთ, ვიზუალს მივაქციოთ ყურადღება, რომ რაღაც ფორმალურად გვეცვას, ხო? რაღაც შორტებით და ესე დეკოლტეებით არ უნდა ვაკეთებდეთ პრეზენტაციას, იმიტომ რომ განსაკუთრებით ძალიან ოფიციალურ გარემოში თუ ვართ, მაგას აუცილებლად უნდა მივაქციოთ. როდესაც პრეზენტაციას ვაფასებთ, ну, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ძირითადი კრიტერიუმები გამოყოფილი, რის მიხედვითაც ფასდება კონკრეტული პრეზენტაცია. მაგალითად, პირველ რიგში ეს არის ხოლმე ნამუშევრის წარდგენა. ვნახეთ თუ ანუ გაგვაცნო თუ არა თავი, საპრეზენტაციო თემა წარმოადგინა თუ არა პრეზენტატორმა, მიზანი გაგვაცნო თუ არა და დასაწყისიდან მოკლედ გამოიწვია თუ არა აუდიტორიის დაინტერესება. მეორე პუნქტი არის ხოლმე თვითონ პრეზენტაციის წარმართვა, რამდენად ეფექტურად მართავს სიტუაციას, საფრთხეს როგორ გადმოსცემს, ყურადღებას რაზე ამახვილებს, არგუმენტები აქვს თუ არა მოყვანილი საკუთარი აზრის გასამყარებლად და აუდიტორიას ესაუბრება თუ კითხულობს. ხო, აი ამ ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ხოლმე შეფასების დროს. როგორ აორგანიზებს პრეზენტატორი დროს? საკითხების მიხედვით წინასწარ აქვს თუ არა განაწილებული ეს დრო, დროს აკონტროლებს თუ არა, თუ ვიღაც მერე შემფასებელი ესე საათზე ანიშნებს, რომ იცი რა დროს გადააჭარბე, ხო, ეს ძალიან რთულია. აუცილებლად აი სახში თუ ну დავარქვათ რეპეტიცია გავლილი გვაქვს და ვივარჯიშეთ და ვიცი რომ აი ამ სლაიდზე ამდენ დროს ხარჯავ და საერთო ჯამში ამდენი გამომდის. ამ შემთხვევაში უკვე ძალიან მარტივია ხოლმე დროის კონტროლი. პრეზენტაციისთვის შერჩეული თვალსაჩინოება არის მეოთხე პუნქტი. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რას თემატიკასაც განვიხილავთ, მას შეესაბამება თუ არა თემატურად და ეს ჩვენი თვალსაჩინოება. გადატვირთული ხო არ არის სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით, სქემებით და რაღაც სხვადასხვა ვიზუალური ელემენტებით, ამასაც მიაქციათ ხოლმე ყურადღება და როგორც ტექსტის შემთხვევაში, მაგალითად ციტატა თუ მოყავს ციტატის შემთხვევაში წყაროს ხო ვუთითებთ, საიდან არის ეს ინფორმაცია. ასევე არის ხოლმე თუ ჩვენი მომზადებული არ არის რომელიმე ვიზუალური ელემენტი და ვთქვათ რაღაც ფოტო წამოვიღეთ, ან რაღაც დიაგრამა, იქ მივუთითოთ ხოლმე წყაროს, საიდან წამოვიღეთ ეს ინფორმაცია.
მეხუთე პუნქტი კი არის აუდიტორიასთან ინტერაქცია, რამდენად ჩართული ყავს აუდიტორია პრეზენტაციის მსვლელობის დროს, ფლობთ თუ არა აუდიტორიას, თუ ვერ ვაკონტროლებთ, ეს ძალიან რთულია, ხო? ყველა თანაბრად ვანაწილებთ თუ არა მსმენელზე ყურადღებას, დისკუსიას გავმართავთ თუ არა. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ აი ვიღაც რაღაც შეკითხვას დასმას ცდილობს და ჩვენ არ ვაცდეთ, იმიტომ რომ გვეშინია, რომ აი უცებ არ დავიბნათ. არის ხოლმე ესეთი შემთხვევებიც. ამიტომ აი თუ აუდიტორიას ვფლობთ, ამ ყველაფერს მე ვაკონტროლებთ. მოდით ახლა გადავიდეთ რეკომენდაციებზე. რა ხდება მაშინ თუ დროში ვერ ვეტევით? რჩევა არის რომ არასდროს არ გადააცილოთ გამოყოფილ დროს, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ აღმოჩნდეთ, ერთი წუთი არის დარჩენილი და რამდენიმე სლაიდია და ვერ ასწრებთ პრეზენტაციის დასრულებას. არავითარ შემთხვევაში არ დაპანიკდეთ, იმიტომ რომ ეს ნერვიულობა არ უნდა შეგვატყოს აუდიტორიამ. უბრალოდ აი უცებ უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, რისი გადაცემა, რისი მოყოლა შეგვიძლია იმ დარჩენილ დროში. რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დარჩენილი მაქვს იმ საკითხებიდან. ანუ მოკლედ უნდა შევაჯამო დარჩენილი პრეზენტაციის ინფორმაცია. თუ მაგალითად 5 სლაიდი მაქვს დარჩენილი და იმ 5-დან აი 2 უფრო მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ 2-ზე გავამახვილებ ყურადღებას და იმ დანარჩენებზე ზოგადად ვისაუბრებ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ. და თუ არსებულ გეგმას ზუსტად დავიცავდით და ნავარჯიშებიც მექნებოდა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ თუ ხდება, არ დაიბნათ ხოლმე და უბრალოდ გაანალიზეთ რამდენად ღირს დროის გადაჭარბება გააჩნია სადვართ ამ შემთხვევაში და რა ძირითად პუნქტებზე უნდა გავამახვილოთ დარჩენილ დროში ყურადღება. აუდიტორიის შემთხვევაში გავითვალისწინოთ, რომ არავითარ შემთხვევაში ისინი ჩვენი მტრები კი არ არიან, ჩვენც რაღაც ძალიან მეგობრულად უნდა განვეწყოთ, რომ ისინიც განვაწყოთ მეგობრულად. თორე ჩვენ თუ რაღაც შუბლ შეკრულები, რაღაც წარბშეკურით, რაღაც ძალიან ესე კაცრად ვესაუბრებით აუდიტორიას, ისინი ანალოგიურად ძალიან გამკაცრდებიან და შეიძლება ისეთი შეკითხვები დაგვისვან, რომ საერთოდ ჩაგვიგდონ ჩვენი პრეზენტაცია. ამიტომ არ წავიკითხოთ ხოლმე ტექსტები, ვესაუბროთ აუდიტორიას, თვალით კონტაქტი გქონდეს, რაღაცნაირად мотиваცია გამოვიწვიოთ მასში, გავუღიმოთ, აი ეს მეგობრული სიტუაცია შევინარჩუნოთ და იქედანაც აუცილებლად ეს დადებითი განწყობა წამოვა. პრეზენტაციის გადატვირთვას რაც შეეხება რთული მათემატიკური ფორმულებით, არავითარ შემთხვევაში არ გადავტვირთოთ. ასევე გრძელი ტექსტებით, როგორც წეღან ვახსენეთ, ხო ეს ყველაფერი. და ასევე ყურადღებას ვამახვილებთ ძირითად იდეაზე და არაწვრილმან დეტალებზე და ერთ სლაიდზე არის რეკომენდებული საშუალოდ 2 წუთიანი ლიმიტი. იმიტომ რომ აი 2 წუთს თუ კიდე გადავაჭარბე და კიდე ერთი სლაიდი მაქვს ჩართული, მე უკვე იღლება ჩემი მსმენელი და ამბობს, რომ აი ამდენ ხანს ერთ სლაიდზე რატო საუბრობს. იმიტომ რომ 2 წუთი საკმაოდ დიდი დროა ერთი სლაიდისთვის და რაღაცნაირად უნდა ჩავეტიოთ ხოლმე დროში, რომ 2 წუთს არ გადავაჭარბოთ და არ მოვაბეზროთ თავი ამ სლაიდზე არსებული ინფორმაციის ყურებით ჩვენს მსმენელს. პრეზენტაციის დასრულება არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც დაწყება, იმიტომ რომ ეს ორი ძირითადი საკითხია, რომელიც ყველაზე კარგად ამახსოვრდება ხოლმე ჩვენს აუდიტორიას და მასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ შევაჯამებ, როგორ დავემშვიდობებ მადლობას, როგორ გადავუხდი, ხო? უცებ მინდა რაღაც თავიდან მოვიშორო ეს პრეზენტაცია თუ პირიქით დავრჩები და დაველოდები შეკითხვებს აუდიტორიიდან და ისევ ისეთივე მეგობრული განწყობა მაქვს მათ დამი როგორიც მანამდე მქონდა, აი ამ ყველაფერს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. პრეზენტაციის დროს რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? იმას, რომ ბეჭებში მოხრილები არ იყოთ, აი წეღან ვახსენეთ, წარბების და შუბლის შემოხსნა, ხო, ეს რაღაც მკაცრი გამომეტყველება არ მიიღოთ. თავის და თვალების ძირს დახრას არ ვართ, ასე რა ვთქვა, ანუ თუ თქვენ თავი დახრილი გაქვთ და ნერვიულობთ და თვალებში ვერ უყურებთ ასევე თქვენს მსმენელს და თქვენს აუდიტორიას, ეს ძალიან ცუდად აისახება თქვენზე. თუ მაგალითად ხანდახან თვალით კონტაქტის გვეშინია, განსაკუთრებით აი დამწყები პრეზენტატორები, ვინც არიან ხოლმე და პირველად აკეთებენ პრეზენტაციას. მე მაგალითად ესეც ჩემს სტუდენტებს ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აუდიტორიაში რაღაც 3 წერტილი ამოიჩემონ, ერთი ცენტრში და ერთი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ, სადმე ბოლოში, თუნდაც კედელზე და იქეთ გაიხედონ ხოლმე. და ამით თქვენ ქმნით იმის ილუზიას, რომ ვიღაცას უყურებთ. სინამდვილეში თქვენ უკან კედელს უყურებთ და ამით თავს იზღვევთ, რომ ვინმე ან მაგათად გაბრაზებულმა არ შემოგხედოთ, იმიტომ რომ რაღაც თქვათ შეცდომით თქვით, ხო? ან რაღაც შეგეშალათ. ამიტომაც უნდა აგრძნობინოთ
თქვენს აუდიტორიას, რომ მათ უყურებთ. სიამოვნებაში იქ რაღაც წერტილებს თუ უყურებთ, ეს უკვე თქვენ შვიდად გაგრძნობინებთ თავს. ხელების და ფეხების გადაჯვარედინება, აქ უკვე ეს ფსიქოლოგიური მომენტია, თქვენ ეუბნებით ანიშნებთ თქვენს აუდიტორიას, რომ ძალიან ჩაკეტილი ხართ ამით, ხო? ამიტომაც ეს გაითვალისწინეთ ხო? თუ მაგალითად ესეთი პიჯაკი ერანგი გვაცვია და ღილები ძალიან შეკრული გვაქვს და შებოჭილი ვართ მაგალითად, ხო? ესეც კი უკვე დაძაბულობას ქმნის, ამიტომ თუ შევიხსნათ ეს ღილი, მაგალითად უფრო თავისუფლად დავდგეთ, რომ რაღაც არ ვიყოთ ესე შებოჭილები. არავითარ შემთხვევაში აუდიტორია არ დავაიგნორიროთ, ანუ ვინმე თუ შეკითხვას სვავს, დასვას მოусმინეთ. თუ მაგალითად ხელს გიშლით ეს შეკითხვების პროცესი, ძალიან მეგობრულად შეგიძლიათ უთხრათ, რომ გთხოვთ ჩაინიშნოთ ეგ შეკითხვები და პრეზენტაციას რო დავასრულებთ, პრეზენტაციის ბოლოს გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი, ვთქვათ, ხო? ესეც ძალიან მიღებული ფორმა არის, როდესაც შეკითხვებზე გვინდა ხოლმე პასუხის გაცემა. ნუ ეს გაბრაზებული მზერა ვთქვით, ხელში ნერვიულად ხანდახან აი კალამს ათამაშებენ ხოლმე პრეზენტატორები, შეიძლება რაღაც ჭიქა იდგეს და ის წყალი დაგვეღვაროს უცებ, ხო? ერთხელ ჩემმა სტუდენტმა მაგალითად კალამს ისე ნერვიულად ათამაშებდა, რომ ხელიდან გაუვარდა და წირო გადავარდა, იქ ახლოს იჯდა ერთი სტუდენტი და რა ვიცი, რამის თვალი გამოსთხარა და ესეთი რაღაცები რო ავირიდოთ თავიდან, ხელში ნერვიულად არაფერი არ ათამაშოთ, მოკლედ. არის ხოლმე ქანაობენ სტუდენტები, ნერვიულად გადიან და გამოდიან აუდიტორიაში, ხშირად ჭერში იყურებიან, რაღაც ფანჯარაში იყურებიან ხოლმე, არ არის ეს მიღებული. უბრალოდ თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, დავმშვიდდეთ. თვის მუდმივი სწორება არ დავიწყოთ, არც ბიჭებში, არც გოგოებში. საღიჭი რეზინი მით უმეტეს არ გამოვიყენოთ, რაღაც 10-15 წუთით გავდივართ პრეზენტაციისთვის და თუ იქაც ვამთქნარებთ და საღიჭ რეზინს ვიყენებთ, ნუ რაღა პრეზენტატორები ვართ მაშინ, ხო? აუდიტორია არ დავჩაგროთ, ანუ ჩვენ თავი არ ვიგრძნოთ მათზე აღმატებულად და რაღაცნაირად მათი შეკითხვები არ დავაიგნოროთ ხოლმე და პარაზიტის სიტყვები არ გამოვიყენოთ. პარაზიტ სიტყვებში იგულისხმება, აი ინგლისურად empty words იყენებენ ხოლმე ტერმინს, ანუ ცარიელი სიტყვები. ისა რა ქვია, ესეთი არის ხოლმე რა, ხანდახან გვავიწყდება თქვა სიტყვები, შუაში გვაქვს სიტყვებს შორის ესეთი ტერმინები, რომ აუ ისა რა მინდოდა მეთქვა, აი ესეთი რაღაცები ხო ხდებით და ეს აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ხოლმე, რომ ხშირად არ გამოიყენოთ. წეგან ჰენდაუთი ვახსენეთ და ჰენდაუთი რას წარმოადგენს უცებ შეგახედებთ ამასაც. ეს არის დასარიგებელი მასალა, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე. თუ გვინდა მაგალითად ჩვენი მსმენელები უფრო მეტად ინფორმირებული გავხადოთ კონკრეტული საკითხის შესახებ, რაზეც პრეზენტაციას ვაკეთებთ. უბრალოდ აქ არ იფიქროთ ის, რომ პრეზენტაციის სლაიდებზე რა ინფორმაცია გაქვთ, ის უნდა იყოს კოპირებული ამ ჰენდაუთზეც. არა. ამ ფურცლებს იმიტომ ვურიგებთ, რომ აი ეს ჰენდაუთის ტექსტმა უნდა შეავსოს პრეზენტაციაში არარსებული ინფორმაცია. ანუ ამ არარსებულში და ნახეთ რას, აი მაგალითად ნიმუშს რო შევხედოთ. თავიდან ესეთი ქუდი უკეთდება ხოლმე, ანუ ორგანიზაცია, კურსი, სემინარი, რაც არის, თქვას კურსის ხელმძღვანელი ვინ არის სტუდენტი და თარიღი. მერე იწერება პრეზენტაციის სახელწოდება, გეგმა, ეს გეგმა ზუსტად ანალოგიური იქნება, რაც პრეზენტაციაში გვექნება და მერე უკვე თითოეული პუნქტის მიხედვით გვექნება დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, განმარტებები, შემოკლებები, კონკრეტული პერიოდის ან მოვლენის ახსნა, რაღაც ისეთი საკითხები, რომელიც არ გვაქვს განხილული, მაგრამ გვინდოდა გვეთქვა, მაგრამ უბრალოდ აი დროში ვერ ვეტევით მაგალითისთვის, ხო? რაღაც კონკრეტული მაგალითები, შეჯამებისთვის რა გვინდოდა გვეთქვა, დასკვნაში რას ვერ ვამბობთ და რა გვინდოდა რომ აუდიტორია სცოდნოდა და რა თქმა უნდა წყაროები არის ხოლმე მოცემული, რის მიხედვით არის პრეზენტაცია მომზადებული. აუცილებლად ტოვებთ ადგილს შენიშვნებისთვის, იმიტომ რომ ამ მსმენელებს ჰქონდეთ იმისი საშუალება, რომ აი ამ ნაწილში ჩაინიშნონ ის შეკითხვები ან შენიშვნები, რაც კი პრეზენტატორის თვის აქვთ შემონახული პრეზენტაციის
განმავლობაში რაც კი ჩაინიშნეს, ხო? ამიტომ თუ ამას მივაქცევთ ყურადღებას და დავარიგებთ მსგავს ჰენდაუთებს, ეს გააჩნია, შეიძლება ზოგს სჭირდება, ზოგს არ სჭირდება. ამიტომ ამას ყოველთვის პრეზენტატორზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საპრეზენტაციო საშუალებებს, რა ვიცი, ძირითადად ყველაზე მეტად გამოიყენება PowerPoint-ი, იმიტომ რომ საოფისე პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საპრეზენტაციო საშუალება და ყველაზე ხშირად და მარტივად გამოსაყენებელია. ხანდახან იყენებენ ხოლმე Google Slide-ებსაც, ეს ჩვენს მეილზე, Drive-ი, როდესაც გვაქვს, აი მაგალითად Ilion's კორპორატიულ მეილზე, ან Gmail-ი, ვისაც აქვს, Drive-ში რომ შევალთ, იქ არის Google Slide-ები და შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ პრეზენტაციები Google Slide-ებში. გვექნება ყოველთვის თან, არ დაგჭირდება ფლეშკით, ანუ ინფორმაციის მატარებლით ტარება მისი, ყოველთვის ინტერნეტი თუ გვაქვს, ესე იგი მეილზე შევალთ და იქ ეს პრეზენტაცია დაგხვდება და თუ მისი ჩამოტვირთვა დაგჭირდება, ჩვეულებრივ PowerPoint-ის ფორმატში შეიძლება რომ ჩამოიტვირთოს, ასე რომ მოქნილობის თვალსაზრისით ძალიან კარგია, ასევე შეგვიძლია რომ გავაზიაროთ და თუ ჯგუფური პრეზენტაცია, Google Slide-ი, თქვათ მე თუ ვარ ამ პრეზენტაციის შემქმნელი და მე ვაკეთებ პრეზენტაციას, პარალელურად თქვათ მყავს 2 ან 3 მეწყვილე ჯგუფში, შემიძლია მათაც გავუზიარო და ყველამ ერთად ერთ ფაილში ვიმუშაოთ. ესეც ძალიან მოსახერხებელია ხოლმე. და ხანდახან უფრო ეფექტურად პრეზენტაციის გასაკეთებლად პრეზის ვიყენებთ ხოლმე, ეს უფრო დინამიური პრეზენტაცია, უფრო რაღაც მეტი ეფექტები აქვს, რომ აი რაღაც კარგად გამოიყურებოდეს სლაიდები, მაგრამ აი ამ ტექნიკური საშუალებებიდან თქვენ რომელიც გიადვილდებათ, მოგწონთ, უფრო ეფექტური გგონიათ, რა თქმა უნდა, ის უნდა გამოიყენოთ. ეხლა სადღაც ოფიციალურ გარემოში შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ PowerPoint-ს გთხოვდნენ და მოგიწიოთ რომ მაინც თქვათ Google Slide-ები ჩამოტვირთოთ და PowerPoint-ში გქონდეთ, ხო? ამას ნუ თქვენ თვითონ არეგულირებთ. უბრალოდ კიდევ ვიმეორებ, ერთია რომ მაგარი სლაიდები გვაქვს გაკეთებული და ძალიან კარგად გვაქვს გაფორმებული, მაგრამ მეორე არის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თვითონ კარგი პრეზენტატორები. თორე აი ეს სლაიდები დაკარგავს ყველანაირ მნიშვნელობას თუ ჩვენ ვერ გავაკეთეთ კარგი და ეფექტური პრეზენტაცია. ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. და როგორც დასაწყისში გითხარით, ონლაინ პრეზენტაციაზე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა, იმიტომ რომ დღეს, აი თუნდაც ახლა ეს ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია, რასაც ახლა ვაკეთებთ, ან ნებისმიერი გამოცდა იქნება, რაღაც შუალედური კონფერენცია, ყოველთვის გვჭირდება უკვე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინ პრეზენტაციების ჩატარება და რას ვაქცევთ აქ ყურადღებას. აუცილებლად ვიზუალურ მხარეს, ანუ ჩვენ როგორ გამოვიყურებით, ну, ამ შემთხვევაში ყველასთვის ცნობილია ხოლმე, რომ რაღაც ბევრი კურიოზიც მოხდა მაგასთან დაკავშირებით და მე ყველა იცინოდა, რომ აი წელს ზემოთ ძალიან გამოპანჭულები და წელს ქვემოთ შეიძლება ძალიან საშინაო ფორმით იყოს ადამიანი, ხო? ну, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ჩვენ ძალიან ეფექტურად გამოვიყურებოდეთ რაღაც ოფიციალური ტანსაცმლით, თქვა, თუ აკეთებთ ესეთ ოფიციალურ პრეზენტაციას. კამერებს ხანდახან არ თავენ ხოლმე განსაკუთრებით სტუდენტები. კი, ну, ეს კამერის ჩართვა ძალიან ბევრ სხვა ფაქტორთან არის დამოკიდებული, ვიღაცას არ უნდა თქვათ, ვიცოდეთ, სად არიან, საიდან აკეთებენ პრეზენტაციას, ან ისეთ სიტუაციაში არიან, რომ უბრალოდ ეხა ვერ ჩართავენ კამერას. ეს როცა რაღაცას ვესწრებით, კი ბატონო, მაგრამ როცა თქვენ აკეთებთ პრეზენტაციას და არ ჩანხართ, ეს არის მიუღებელი. თუ სხვა დროს ყველგან გათიშული გაქვთ კამერა, აი პრეზენტაციას როცა აკეთებთ, მაშინ მაინც უნდა ჩართოთ, იმიტომ რომ დაგინახოთ აუდიტორიამ ვინ აკეთებს პრეზენტაციას და როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს. მიკროფონი აუცილებლად ვაკონტროლოთ, ჩვენი ხმა ესმის თუ არა, ჩვენს მსმენელს ჩვენ მათი გვესმის თუ არა და ეს ტექნიკური მხარე აუცილებლად მოვაგვაროთ ხოლმე და ნუ უკანა ფონსაც ექცევა ყურადღება, რომ მაინც რაღაცნაირად ჯობია ხოლმე რომ აი მაგალითად კედელთან სადაფონი იყოს, ან უკან არავინ არ იაროს, ხო? ძალიან ხშირად არის ხო, იქ უკან ვიღაცები დადიან ხოლმე და პრეზენტატორსაც ხელი ეშლება, თქვათ, არ მოსწონს აქ რაღაც ოჯახის წევრები რო დადიან ზურგს უკან და ნუ შეიძლება მსმენელიც და მაყურებელიც ამ შემთხვევაში ცოტა დაიძაბოს, რომ ესე იგი კიდევ ვიღაცები არიან. რეკომენდაციებს რაც შეეხება, როცა ონლაინ პრეზენტაციას აკეთებთ, შეეცადეთ რომ უფრო მეტად გასაგები იყოს სლაიდები და კარგად აღქმადი ვიდრე თქვათ ფიზიკური შეხვედრის დროს, იმიტომ რომ აქ აი ეკრანზე უნდა კარგად გამოჩნდეს, ტექსტები კარგად ჩანდეს, კარგად აღიქმებოდეს და შედარებით თქვენს ფაქტობრივად დაიცვათ თავი, რომ აი ნაკლები შეკითხვა წამოვიდეს ამ კუთხით. დასაწყისშივე შევამოწმოთ ხოლმე ტექნიკური მხარე,
ანუ ხმა თქვა წეღარო თქვით კამერა და ასე შემდეგ რომ თქვენს და თქვენი აუდიტორიაც მზად ხართ თუ არა პრეზენტაციის დასაწყებად მოვამზადოთ ხოლმე თქვა ფონი ხანდახან შეიძლება თვითონ აი მაგალითად Zoom-ს აქვს უკანა ფონის ვირტუალური ბექგრაუნდის დაყენების საშუალება, ანუ ვირტუალური ფონის დაყენების. ამიტომ თუ სადღაც რაღაცისგან გამოჩენა არ გვინდა, შეგვიძლია ეს ფონი დავაყენოთ და მარტივად ავირიდოთ თავიდან ნებისმიერი სიტუაცია. ჩავიცვათ შესაბამისად ეს უკვე ვთქვით, სახის განათებას მივაქციოთ ყურადღება, ანუ რაღაც ისე არ უნდა დავსხდეთ კომპიუტერთან, რომ თქვათ არ ვჩამდეთ კარგად, ხო, აი სახი კარგად უნდა იყოს განათებული, რომ კარგად აღვიქვათ ეს ჩვენი მიმიკებით, თქვათ და ზოგადად კარგად ჩანდეთ. აუცილებლად ვიქონიოთ ხოლმე თვალით კონტაქტი აუდიტორიასთან და შევეცადოთ, რომ ხშირად ჩავრთოთ ისინი, ანუ რაღაც შეკითხვა დავსვათ, რაღაცა შევეკითხოთ, მათგან მივიღოთ, აბა რას ფიქრობთ, თქვათ, ხო? ან რამე შენიშვნები თუ აქვთ და აი რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ მარტო ჩვენ არ ვიყოთ ამ შემთხვევაში წამყვანი და ისინიც ყველანაირად ვეცადოთ, რომ ჩართული ყავდეს. ეს იყო ეფექტური პრეზენტაციის შესახებ რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აგერ დაველოდები ახლა თუ გაქვთ შეკითხვები, შეკითხვებსაც სიამოვნებით გავცემ პასუხს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციის. დიდი მედი მაქვს რომ გამოგადგებათ ეს რეკომენდაციები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ხშირია, როცა ფიზიკურად ონლაინ გვიწევს პრეზენტაციის გაკეთება და თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, უფრო თავდაჯერებულად მერე მოგვიწევს ხოლმე რომ ვიმუშაოთ, ხო? ძალიან კარგი. შეკითხვები თუ გვაქვს რამე სხვა? არა? კარგით, მაშინ რა ვიცი თუ შეკითხვები არ არის, ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ და ძალიან ბევრ კარგ და ეფექტურად ჩატარებულ პრეზენტაციას. მადლობა. წარმატებები. თუ რამე საკონტაქტო, თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდეთ შემდეგშიც, საქარ მიუწითე მაინც ჩემი მეილი და შეგიძლიათ მომწეროთ სიამოვნებით დაგეხმარებით რითიც შემეძლება. კი ბატონო, მაინც ჩავიწე. შეიძლება. კი ბატონო. აკადემიური კუთხით იქნება რამე საკითხები დოკუმენტის გამართვაზე, პრეზენტაციასთან დაკავშირებული რჩევები, თუ რამე დაგიჭირდეთ სიამოვნებით დაგეხმარებით. დიდი მადლობა. კარგად, ზანდებოდეთ.